ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე ეგრეთ წოდებული მაწანწალა ძაღლებისათვის განკუთვნილი თავშესაფარი ამ დროისათვის ცარიელია. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით თავშესაფარში მყოფი ძაღლები კვლავ ქუჩაში აღმოჩნდნენ. ძაღლების ქუჩაში გაშვება კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავასთან ქალაქის ხელისუფლების მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ქალაქის მერიას უუნარობაში დანაშაულებს. ბარათაშვილის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შინაურ ცხოველებზე პასუხისმგებელი ერთი კომპანიის მეორე კომპანიის ჩანაცვლება ვერ უზრუნველყო. არასერიოზულია მერიის განცხადება იმის შესახებ, რომ ძაღლები, რომლებიც გათავისუფლებულები იქნენ გუშინ კონტრაქტორი ფირმის მიერ საფრთხეს არ წარმოადგენენ მოსახლეობისათვის. ჩვენ არასერიოზულად მიგვაჩნია ერთი ეს საკითხი და მეორე ის არის, რომ თუ კი დავუშვათ ეს 100-ია, მაშინ რატო იხარჯებოდა გადასახადის გადამხდელის ფული მათი იზოლაციისათვის ახამდე, ანუ გუშინდელ დღემდე. მეორე მხრივ, აქ უსუსურობას და უუნარობას აქვს ადგილი, თავისთავად ცხადია, ელემენტარული მენეჯმენტის პრობლემა დგას, ქალაქ ქუთაისის მერია და მისი ხელმძღვანელობა ვერ ახერხებს უბრალოდ გამოაცხადოს ტენდერი, რაც ან სამარცხვინოა ქალაქის მოსახლეობისთვის. ქუთაისში ქალაქის მასშტაბით არსებული მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში მოთავსების, გამოკვებისა და სამედიცინო მომსახურების გაწევის ვალდებულება ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავას ჰქონდა. აღნიშნული მიზნით ინდმეწარმემ ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისაგან 1 წლის განმავლობაში 99,000 ლარი მიიღო. ინდმეწარმის საქმიანობა არაერთხელ გააკრიტიკეს ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი მირანდა ჩოგოვაძე თვლის, რომ ინდმეწარმემ მსგავსი ტიპის საქმიანობას არ უნდა ახორციელებდეს. როგორც შოგოვაძე ამბობს, ინდმეწარმის საქმიანობა მოგებაზეა გათვლილი და ის მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნეთ შესრულებას ვერ უზრუნველყოფს. ის რაც ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავას ჰქონდა მოწყობილი, ეს არ იყო თავშესაფარი, ეს იყო უბეალოდ 10 დღიანი საკარანტინო, რომლის შემდეგაც მათ ცხოველები, ქუჩიდან აყვანილი ცხოველები კვლავ უბრუნდებოდა ქუჩას. ეგრეთ წოდებული თავშესაფარი არანაირ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. იქ იყო, მოდი ვთქვათ, აბსოლუტური ანტისანიტარია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მუშახელი ამბობდა, რომ ვასუფთავებთ, დასუფთავება მხოლოდ გამოგვა და წყლით გამოეცხოვოლია ის აღნიშნული პრობლემის მოგვარება სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. უნდა მოაწყოს მუნიციპალური თავშესაფარი. თუ ქუთაისს არ აქვს იმის საშუალება, რომ თვითონ თავისი ხარჯებით მოაწყოს, მაშინ ყოველს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ ცენტრალური ხელისუფლებაც არ დაეხმარება, ქუთაისი უამრავ უცხო ქალაქთან არის დაკავშირებული საზღვარგარეთის ქვეყნებთან, ხო? მეგობრული ურთიერთობები აკავშირებ. არა ის სირცხვილი აღიარო, რომ არა მაქვს საშუალება, არ შემიძლია, მაგრამ არის პრობლემა. აუცილებლად მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი უცხო სახელმწიფო, რომელთანაც დამეგობრებულია ქუთაისი, რომ მან არ დაუჭიროს მხარი რაღაც თუნდაც ცოტა დახმარება არ გაუწიოს. თავად ინდმეწარმე ბოკუჩავა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს არ იზიარებს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციას პრობლემებზე აპელირება წარმოადგენს. პაატა ბოკუჩავა მაწანწალა ძაღლების მოვლა პატრონობაზე უფლების მოპოვებას მომავალშიც გეგმავს. ახალ გალიებს ვაკეთებ. ხო, დავასრულებ გაკეთებას და კიდევ მაქვს შესაძლებლობა ერთი ამდენი გავაკეთო კიდევ იქით. ასრებ ტენდერში მონაწილეობის მიღებას. ჩნია რაც ჩაგვიწერენ რა პირობები იქნება ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. ყველა ძაღლების სათითაულოს ყველა ძაღლები აცრილი იყო ცოფის ვაქცინაზე პირველ რიგში და ყველა ძაღლი იყო შემოწმებული ექიმის მიერ და ქუთაისში ხო დაფიქსირდა ცოფის ნიშნები და ამასთან მივიღეთ ყველგანაირი ზომები. დაგვეხმარა ქალაქის მიერ, დაგვეხმარა სოფლის მეურნეობა და რაღაცა და ყველამ ერთმანეთს დაუდექეთ ხარჯი და გავაკეთეთ რაც საჭირო იყო. მაწანწალა ძაღლების მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელი ახალი კომპანიის გამოვლენის მიზნით ქალაქის მერია ახალ ტენდერს აცხადებს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით ტენდერში გამარჯვებულ ფირმას ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაუფორმდება, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქალაქის ხელისუფლება ქუთაისში მუნიციპალური ძაღლსაფარის მოწყობას უზრუნველყოფს. მალხაზ ბასილაძე თავშესაფარში მყოფი ძაღლების ქალაქში გაშვების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი მოქალაქეებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. შეგვიძლია ვადა 31
დეკემბერს დაუსრულდა. დღესდღეობით დღემდე მიმდინარეობდა მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის გამოგვეცხადებია ტენდერი, გვინდოდა აქცენტი იყო აღებული მუნიციპალური საწარმოს გადაცემული იყო ეს მომსახურება, მაგრამ ჯერჯერობით რადგანაც მუნიციპალური საწარმო ვერ ახერხებს იმ მოთხოვნების შესრულებას, რაც ძაღლსაფარს სჭირდება, აქედან გამომდინარე ჩვენ განახორციელებთ ერთთვიან სამუშაოების შესყიდვას, რომელზეც გამოვა ნებისმიერ ფირმას შეუძლია გამოსვლა, ვისაც გამოცდილება ექნება სამუშაოების წარმოებაში. აქედან გამომდინარე დღეს უკვე უშვებთ ამ ტენდერს, დავაზუსტეთ რაღაც ნიუანსები, იქ უკვე შარშანდელთან შედარებით გათვალისწინებული იქნება ორჯერადი კვება ვოლიერების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელი არის ძაღლების შესანახად, სამედიცინო მომსახურეობა, დაბირკვა გვინდა, რომ აი შემოწმებული ძაღლებს გავუკეთოთ დამღები, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებსაც ექნებათ იმედი, რომ ეს ძაღლი არ არის საშიში. 6 თვის შემდეგ თუ კი ჩამოუყალიბდით და მუნიციპალურ საწარმომ შექმნა ის ბაზა, რომელიც აუცილებელია იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც უნდა გქონდეს ძაღლსაფარს, გადავცემთ უკვე IP-ის ამ ფუნქციებს და უკვე მუნიციპალური საწარმო შეასრულებს იმ ყველა სამუშაოებს, რაც გარედან მოსული მეწარმე ასრულებს. რამდენად უსაფრთხოა ქუთაისის ქუჩებში გაშვებული 180-მდე ძაღლი და ვინ იზრუნებს 4 შინაურ ცხოველებზე? ამ კითხვებზე პასუხი ამ დროისათვის არ არსებობს. ძაღლსაფარის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელ ახალ კომპანიასთან ურთიერთობას კი ქალაქის მერია უკვე მიღებული გამოცდილებით გეგმავს.